რა ვიყიდე ტერანოვაში 170 ლარად. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნინა და დღეს განახებთ რა ვიყიდე ტერანოვაში 170 ლარად. ეს შეკლებებით. პირველი შენაძენი იყოს ბეგი ჯინსი. იეი! რომელიც ცოტა დიდია, მაგრამ ამაზე პატარა ზომა ფიზიკურად აღარ იყო და მეთქი, ოკეი, ავიღოთ ბეგი ჯინსი, არასდროს არ მიყიდია, სულ white ჯინსებს ვყიდულობ ხოლმე straights. და ვცადოთ, რატომ ეცერა? ახლა განახებთ როგორია ჩაცმული. ესეც ცოტა უკან გავალ, რომ კარგად დაინახოთ. ანუ არასდროს არ მცმია ბეგი ჯინსი რა, ეს მენა ბეგი სტილი არის და თავისუფალ სტილს კი ვხმარობ ხოლმე. მაგრამ ძალიან მომწონს, ხოთაშორის არც ძალიან დიდი არ მოქვს და ჩემო პატარა და როგორც მითხრა, თუ ესეთი უნდა იყოს, ანუ დიდი უნდა იყოს და არ ვიცი ეგეთი უნდა იყოს თუ არა და დავიწერეთ კომენტარებში. ახლა ოთახიდან გამოვა ჩემი კატაურეო. ვაიმე, ძებუთ კუჭა. მესამე ხალხს. გიზისხები? მესამე ხალხს. მიაუ. და ჩემი მეორე კატა რომელიც გაიქცა. კაი, მოკლედ 10-დან 9:30 დავუწერდი ამ ჯინსს. და კარგი ის არის, რომ ამის დამოკლება არ მჭირდება. მგონი ცოტა მჭირდება, მაგრამ არ დავამოკლებ. იმიტომ რომ ძალიან რთულია იყო მეტრ 60-ის და იპოვა შენის ჯინსი. მეორე შენაძენი ეს არის straight სტილის ჯინსი. ესეთი ფერის ჯინსი ძალიან დიდი ხანია მინდოდა და ჩემი სათვალეები ამ LED lights თუ რაც ქვია ძალიან ირეკლავს. ეს არის ჯინსი, რომელიც მაქვს იდეალურად, წელში არ მაქვს დიდი და ეს არის მეორე ჯინსი, ეგეთი რაც მაქვს, რომ წელში არ მაქვს დიდი, არა მისამე გატყვევთ და ახლა ესეც ვენახოთ. სათვალეები ისე უნდა გავიგეთო, იმიტომ რომ შორიდან ვერ დაგინახავთ. ეს არის ჯინსი, რომელიც იდეალურად მაქვს წელში და არც სიგრძის დამოკლება არ სჭირდება, მეგობრებო. ძალიან კაი დგომა აქვს, მინდა გითხრათ. თალიანად რო დაგინახოთ. აიმე. დავიღალე, რატო დავიღალე, არ ვიცი. კარგი, შემდეგი არის ზედები. მეთქი ერთი ცალია მარტო თქო. ეს მოგხსნათ. და ამ ზედებს გონდა ფესტაკლება ერთს თუ იყიდით, მეორეზე 50%-იანი ფესტაკლება და მეთქი ვიყიდოთ, რატომ აცარა. ეს წითელი ზედა არის ჩემი პატარადის და ამ თვალს ესე რა უნდა. და ეს არის ჩემთვის ყავისფერი ზუსტად იგივენაირი. თითქოს კილომეტრები ვირბინი ისე ვარ. ხო და ახლა მის ჩაცმაზე მეზარება მეგობრებო რომ გავიხედო და ეს ჩავიცო კიდე. და ეხლა რა უნდა გითხრათ, ეს არის ესი ზომა. და თითქოს ოდნავ მიჭერდა, მაგრამ ემი ზომა რო გავიზომებ დიდი მქონდა და ვიფიქრე, კაი ჯანდაბას ოდნავ მომიჭეროს თქო და ავიღე ესი ზომა. ახლა ცოტა ხანში უნდა მოვიდეს ივანე, ჩემი შეყვარებული, რომელმაც უნდა მაჩუქოს, არ ვამარტეს საჩუქარი და ჩემი დამატების ხის საჩუქარი და ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც ძალიან ძვირიანი არ იყიდა, თორემ მოვკლავ. ხო და რა ვიცი, შემიფასეთ მეგობრებო, ჩემი შენაძენი, დავიწერეთ კომენტარებში როგორ მოგეწონათ, შეავლებით და ზედებიც. ანუ ძალიან მიჭერს შეავლების არჩევა, იმიტომ რომ ან არ მომწონს ხოლმე, ან ჩემ ზომაზე ვერ ვირგებ. და აი ეს შევლიც არ მომეწონა. ფერიც ხო იდეალურია, დგომაც ხო იდეალურია, წელშიც ხო კარგად მოქვს, სიგრძეშიც კარგად მოქვს ხო? ანუ ეს ძალიან იშვიათობაა, რომ პატარა გუგოებმა არ დავაშავეთ, რომ უმაღლების შარვლებია. ხო, კიდე რა უნდა გითხრათ? ჩემი თმა იყო დაახლოებით აი აქამდე და ჩემ დასვთხოვე უფროს დას, რომ სიგრძეში ცოტა შემიმოკლე. ბოლოები მომაჭრიტკო. რა ძალიან სწორად არის მეგობრებო. რა, ძალიან რულობდა და მეთქი. It's okay, თმა არის, გაიზდე პარაუშავს და მეც არ უნდა რულობ. იმ ვიდეოსაც გადავიღებ, ივანე რომ მოვა და ჩემს საჩუქარს მოიტანს. წარმეტესებს რა არის, წარმოდგენა რა მოქვს რა არის. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. პატარა ვიდეო გამოვიდა და წინა ვიდეოც პატარა არის საკმაოდ. მაგრამ ჯერ არ ვიცი რა ებ გადავიღო, მაგრამ რაღაცებს ხო ვიღებ არა. ჩემი 12 subscriber-ისთვის ხო ვიღებ ვიდეოებს. ხო მაქვს უნივერსიტეტი, ნაწყვეტილისაც ძალიან დიდი იმედი მაქვს ვარ ჩამეცინება და ჩემი ტელეფონი დაჭდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს ვარ ჩამეცინება და გავხუცებ. დილით. იმიტომ რომ ეს ის ყოფა დილით და გავხუცებ და
დიღომში წასულა მეგობრებო. თუ არ დამეწერა ხვალ უნივერსიტეტის ვლოგსაც გადავიღებ. მაგრამ რატო უნდა დამეწეროს? მოდი გადავიღოთ ხვალაც უნივერსიტეტის ვლოგი და ჩავიცოთ ჩვენი ახალი ზმანები. Let's go. მადლობა რომ მიყურეთ. მადლობა რომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და კომენტარის დაწერა და ლაიქება მეგობრებო. სულ ეს იყო. გაგაცეთ ყველას მიყურებთ.